გვიანი დაბრუნდა ეთერში ვანო მაჭავარიანი, ეროვნული მშვიდობის საბჭოს დივნის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია. სამშვიდობზე ბატონებო, მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ახლა განვიხილავდით პარლამენტის თავდაცვითი უშიშროების საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად რა არის ის, რაც პროგრესად შეიძლება იყოს აღქმული გასულ სამიტთან შედარებით და მან თქვა თუნდაც ეგრეთ წოდებული wording-ის, ანუ საქართველოს მოხსენიების კონტექსტის თემა, ბატონო პაატა ის ამბობს, რომ ეს კანდიდატ ქვეყნად მოხსენება ნატოს მოხდა პირველად საქართველოს. ეს არის თუ არა უკვე პროგრესი და რეალურად რა არის ხელშესახები, რაც მოხდება ჩვენ ჯერ არ ვიცით ფინალი როგორი იქნება. თვითონ ეს სამიტია ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნატოს ესეთი შეკრება, ხო, წევრების, ანუ სამიტი ყოველთვის არის ისტორიული ფაქტიდან გამომდინარე, მაგრამ უელსის სამიტთან შედარებით ამ სამიტს კიდევ უფრო ხელშესახები და ძლიერი შედეგები ექნება. მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც, მაგრამ ჯერ მინდა ორი სიტყვით შევეხო. რის შესახებაა ნატოს დღეს მიმდინარე სამიტი, ხო? მოკლედ რომ დავაჯგუფოთ, ეს არის ორი მთავარი თემა, ეს არის თავდაცვითი გაძლიერება და ეგრეთ წოდებული შეკავების ფენომენის შემაკავებელი ძალის გაძლიერება ნატოს მხრიდან და მეორე ეს გახლავთ სტაბილურობისაკენ გადასადგმელი ნაბიჯები, რაც გადაიდგმება ნატოს სამეზობლოში, ხო? რაც შეეხება ნატოს თავდაცვის უნარიანობის ამ ორგანიზაციის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას, აქ უპირველეს ყოვლისა იგულისხმება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ადეკვატური ნაბიჯების დაგეგმა და ამ ნაბიჯების რეალურად გატარება. ძალიან მოკლედ შევეხები, ხო, რა ძირითადი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რაც უკვე ცნობილია. ეს არის პირველად ნატოს ისტორიაში მის აღმოსავლეთ ფლანგზე, უპირველეს ყოვლისა შეეხება ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს, ასევე პოლონეთს განლაგდება ნატოს ბატალიონები, მრავალეროვნული ბატალიონები. დაახლოებით 4000-მდე სამხედრო პერსონალზეა საუბარი. ასევე შესაძლოა და იმედი მაქვს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ რუმინეთში განლაგდება მრავალეროვნული ბრიგადა, სამხედრო ბრიგადა. ეს ყველაფერი ღია ტექსტით უკვე არის გადაწყვეტილება, კონკრეტული გადაწყვეტილება რუსეთთან მომდინარე კვლავ მეორე საფრთხეების გასანეიტრალებად. თუ დავსვამთ კითხვას არის თუ არა რომ წარმოვიდგინოთ, ხო, ეს კოშმარული სცენარი, რომ თქვათ საომარი ესკალაციის შემთხვევაში რუსეთსა და ნატოს შორის იქნება თუ არა საკმარისი ეს ძალები, რომ შეაკავონ რუსეთის აგრესია ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ან პოლონეთის მიმართ. არა, ეს კონკრეტული ძალები არ იქნება საკმარისი, მაგრამ უნდა გვესმოდეს და ამიტომ ვამბობ, რატომაც არის მართლაც ისტორიული ეს სამიტი. ეს არის პირველი ძალიან სოლიდური ნაბიჯი ცივი ომის დასრულების შემდეგ, რასაც ნატო დგამს. როდესაც ზრდის თავის დაფინანსებას, ნატოს ინდივიდუალური წევრები მცირედით, მაგრამ უკვე ეს დინამიკა პოზიტიურია და იზრდება თავდაცვის და სამხედრო მიმართულებით დაფინანსება, რომ რეალურად უპასუხონ უკვე რეალურ გამოწვევებს, ხო, რაც უპირველეს ყოვლისა საქართველოში რუსეთის აგრესიით გამოვლინდა, მერე იყო და გრძელდება ჩვენთან ოკუპაცია და ასევე ანექსირება მოხდა ყირიმისა და გრძელდება რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს, ხო, დღესაც უკრაინაში. მოკლედ, პირველად ხდება სოლიდური ნაბიჯების დაგეგმა, რასაც შემდეგ ექნება უკვე მზარდი დინამიკა, ანუ ნატო გააძლიერებს თავის სამხედრო ძალას. რომ დავაზუსტოთ, როდესაც ნატო მოიხსენებს საფრთხე, ეს არის რუსეთი, ტოლობის ნიშანი აღზის რუსეთთან, ხოლო პირდაპირ ღია ტექსტით ტოლობის ნიშანი არა მარტო ამ სამიტზე, არამედ უკვე ბოლო გარკვეული პერიოდია, როდესაც ღიად პირდაპირ დაფიქსირდა, რომ რუსეთი არის საფრთხე მსოფლიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქართველოს კომპონენტს, ხო? რას შეიძლება ველოდოთ ამ სამიტიდან და რატომ იქნება ის მნიშვნელოვანი, ხო? ჯერ ვნახოთ პრაქტიკული შემადგენელი, სანამ უმნიშვნელოვანეს ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურ შემადგენელზე გადავალ, რასაც ქვია საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ხო, რაც შეეხება პრაქტიკულ ეგრეთ წოდებულ შემადგენელს, ეს არის ის პაკეტი, რასაც ჩვენ მივიღებთ, რაც იქნება მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. შეიძლება აქაც იგივე გავიმეორებ და ვთქვა, რომ არასაკმარისი ბუნებრივია, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი პაკეტი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ასამაღლებლად. საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ნატოს ძალებთან, ასე ვთქვა, შეიარაღებასთან გასაზრდელად, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე საქართველოსთვის აი ეს ღონისძიებათან ნუსხან პაკეტი ვნახოთ როგორი იქნება გადაწყვეტილება, რაც შეიძლება გამოცხადდეს შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ შავი ზღვის რეგიონში სამი ქვეყანა ნატოს წევრი, ეს არის თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა და საქართველო ამ რეგიონის ქვეყნები ვართ. ბუნებრივია ამ შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა რუსეთი, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია და აქაც შეიძლება გამოცხადდეს
რაღაც ვნახოთ კონსოლიდირებული საერთო გეგმა. ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით ბატონ ვანოს მინდა ვკითხო რუსეთი როგორც საფრთხე საქართველოს მოქალაქეთა იმ ნაწილმაც ვინც ახლა ჩვენ ვიყურებს ძალიან კარგად იცის ამ საფრთხის შესახებ, იმიტომ რომ რეალურად აქვს ნანახი ეს საფრთხეები და უყურებს რამდენიმე ათეული წელია. ბატონ ვანო, რუსეთი მშვიდად დაელოდება თავის საზღვართან დასავლეთის მხრიდან, თუნდაც 4000 კაციანი შემადგენლობის მოახლოებას. რა თქმა უნდა, არა, სანამ რუსეთზე გადავალ ძალიან მოკლედ ნატოს სამიტსაც ესე ვთქვათ შევეხები. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაცია, საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით არის ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი სამიტზე. ვარშავის სამიტი არის სწორედ ის სამიტი, სადაც ნატომ პირველად არა ესე ვთქვათ პირდაპირ იყო ყოველთვის საუბარი, მაგრამ პირდაპირ აღიარა რუსეთი არის ის საფრთხე, რომელსაც ისინი უნდა გაუმკლავდნენ. ის აღმოსავლეთ სტრატეგია, რომელიც არსებობს ნატოში ცალსახად მიანიშნებს, რომ რუსეთი არის ის ძალა, რომელსაც ერთის მხრივ უნდა შეკავებით უპასუხონ და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ამაში დიალოგი. ანუ ნატოს მიაჩნია, რომ საფრთხე რუსეთი თავისთავად არის შესაკავებელი, ეძებენ სწორედ ინფორმაციას, რომელთაც შესაძლებელი იქნება, რომ ბალტიის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უკრაინაში, ასე ვთქვათ, რუსეთის შეჭრის შემდეგ ყირიმის ანექსიის შემდეგ ძალიან სამწუხაროა 2008 წლის შემდეგ არ გაკეთდა ეფექტურობითაც შესაძლებელი იყო, მაგრამ ყველგან არის საუბარი საქართველოს ომზე 2008 წელს, როგორც პირველი ტესტი, რომელიც რუსეთმა უბრალოდ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, საზღვრების გადახედა, ჰელსინკის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ ძალიან აქტიურად ჩართობთ, სწორედ ინფორმატებში, მინისტერიალზე არის კომისია, რომელსაც ზუსტად ამ სამიტის ფარგლებში სტადიონს არ ჩატარებულა, არის მინისტერიალები და რაც თავად საქართველოს პრეზიდენტი წარმოდგენილი აქვს ზუსტად იმ სამუშაოს შემდეგ, რომელიც მან გაწია როგორც მრავალხრივ ომხრივ ფორმატში, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტები საფრანგეთის იქნება ეს გერმანიის კანცლერი თუ სხვა უფრო ფორმატში ძალიან ბევრი თემა იყო განხილული, სადაც ზუსტად იმაზე იყო საუბარი, საქართველოს გამხდარიყო არა მარტო ამ დისკუსიის ნაწილი, არამედ იმ მექანიზმების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, რომელიც საერთო ევროპულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ალბათ პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში იყო პოზიტიური. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზუსტად აქ მინდა დავამატრო, სახელმწიფო მდივანი კერის ვიზიტის დროსაც ხაზი გაესვა მათ შორის მის შეხვედრის დროს მნიშვნელობა საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის, რომელიც ამერიკელებს ჩვენ ძალიან სერიოზულ პარტნიორებს ხელი შეუწყო ძალიან ბევრი თემების სწორად წარმართვაში. პრინციპში ყველა სახელმწიფო შტომ განსაკუთრებულად აქტიურა ბოლო თვეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ორი კომპონენტი, ერთი არის თავდაცვა, მეორე არის პოლიტიკური ნაწილი. ორივე თვალსაზრისით ჩვენ აქტიურობა გქონდა, რა თქმა უნდა, შეიძლება მეტის გაკეთება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამე. დღეს ნატო არის ორიენტირებული თავის თავზე იმისთვის, რომ იყოს მეტად დაცული. თავისთავად ეს თემა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ საინტერესო ზუსტად ცალსახად ხაზი ესმევა იმის, რომ ქვეყნები როგორც არის საქართველო, უკრაინა თუ სხვა ამ ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე ნატოს უსაფრთხოება ასევე სერიოზული კითხვის ქვეშ დადგა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შავი ზღვის თემა სწორედ ამიტომ შემოდის. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ომხრივ ფორმატებში ურთიერთობა. ის რაც ვერ გაკეთება მრავალხრივ ფორმატში, ომხრივ ფორმატებს იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოს იყოს მეტად დაცული, თავდაცვის უნარობა ამაღლდეს, ჩვენი ჯარების მზადყოფნა ამაღლდეს, პარტნიორობა ამაღლდეს, სასწავლო ცათნები იქნება წვრთნები, თუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავრობამ ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოს პოლიტიკურ დიალოგზე ნატოს. ბატონო, რეაქცია რუსეთის მხრიდან რაც შესაძლოა იყოს მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, ის რომ მიდგომა არის ერთის მხრივ შეკავება და მეორეს მხრივ დიალოგი, რუსეთს ძალიან კარგად ესმის, მათთვის ძალიან სერიოზული თავსატკივარი და არის სერიოზული მობილიზაცია ძალების კალინინგრადში, რომელიც ესაზღვრება აღმოსავლეთ ევროპას, ბალტიის ქვეყნებს. მათ მიაჩნიათ, რომ რეალურად ეს არის უკვე სერიოზული გამოწვევა. რა თქმა უნდა, დიალოგის ნაწილი არის ის, რომ ნატოს სამიტის შემდეგ იქნება ასევე ნატო-რუსეთის ესე ვთქვათ დიალოგი, შედგება 14 თუ არ ვცდები ივლისს და ზუსტად ამაზე იქნება საუბარი, რომ არ გადაიზარდოს ეს ესე ვთქვათ დაპირისპირება რაღაც სერიოზულ ფორმებში. ის რომ რუსეთს პროვოცირება არ ჭირდება, აჩვენა უკრაინამ და საქართველოს მაგალითებმა და ზუსტად ამის საფრთხე არსებობს ბალტიისპირეთში, პოლონეთში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად ესმის გერმანიის კანცლერს პირველ რიგში, საფრანგეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომ რეალურად ჩვენ არამხოლოდ ესე ვთქვათ უყურებდეთ, როგორ ყარდება მათი თავდაცვის უნარიანობა ბალტიის ქვეყნებში და პოლონეთში, არამედ საქართველოს როგორც შავი ზღვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი შევა ამ აღმოსავლეთ სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვან თავდაცვის სტრატეგიულ აზროვნებაში. შეიძლება რა შეიძლება რუსეთის რეაქცია. სხვა რუსეთის რეაქციას რა თქმა უნდა ველოდოთ ხვალაც, მაგრამ ამ თემაზე უკვე ამ სამიტთან დაკავშირებით
ამიტომაც პარადოქსულად არ ვაჟღედეს უკვე რუსეთს თავისი რეაგირების ნაწილი გაკეთებული აქვს რამოდენიმე ხნის წინ ეს იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის უკვე მიღებული გადაწყვეტილება რომელიც მან გააჟღერა რომ რუსეთი მობილიზაციას მოახდენს ორი დამატებითი დივიზიის საუბარია 20,000-იან მთლიანობაში ამ ეტაპზე შეერაღებაზე დამატებით შეყვანაზე იმაზე დამატებით რაც უკვე ყავს მას კალინინგრადში კალინინგრადი არის ალბათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მერე რაც ასევე ევროპის ნაწილია ბუნებრივია ხო ევროპაში ყველაზე დიდი შეერაღების კონცენტრაცია სადაც არის იქ არის განლაგებული დაწყებული ჩვეულებრივი კონვენციური შეერაღებიდან ტანკებიდან და ასე შემდეგ ხო დამთავრებული ბალისტიკური რაკეტებით რომელსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ ხო აი ამ გვარი ვითარებაა დღეს კალინინგრადში და განხილება დამატება ზუსტად ისკანდერ S-200-ის პლავწდები იმისთვის რომ რეალურად აჩვენა რომ მათ საფრთხე სერიოზულად რუსეთი ემზადება ომისთვის შეიძლება ასე ითქვას ხო რასაკვირველია პირდაპირ შეიძლება ითქვას რუსეთი ყოველთვის ზად არის ამისთვის მაგრამ ახლა განსაკუთრებულ რეჟიმშია ის განსაკუთრებულ რეჟიმშია ეს პროცესი დაწყებულია სხვა შორის არა 2008 წლიდან შეიძლება თქვა რომ 2007 წლიდან როდესაც რუსეთი გამოვიდა ეს ხანდახან რჩება ხოლმე ყურადღების მიღმა დისკუსიების დროს გამოვიდა საერთოდ ყველა იმ შეერაღებაზე არსებული საერთაშორისო მექანიზმებიდან შეერაღებაზე კონტროლის საერთაშორისო მექანიზმებიდან ვითაც ასე ვთქვათ რამაც ცივი ომი დაასრულა ხო ამგვარი ტიპის შეერაღებაზე კონტროლის მექანიზმება ევროპაში და მსოფლიოში ყველა ამ მექანიზმიდან გამოვიდა ის აბსოლუტურად უკონტროლო დარჩა მოგვიანებით უკვე ერთი წლის თავზე ხდება საქართველოში აგრესია დღეს კი უკრაინაში მიმდინარეობს ხო ეს აგრესია ანუ რუსეთის ეს რეაგირება უკვე დაწყებულია მტრის ხატი ნატოსგან ხო უკვე ალბათ რავი 10 წლებზე მეტია რაც რუსეთში ეს დაწყებულია ტვინების გარეთ ხო არა მარტო რუსეთის მოსახლეობაში არამედ მის ფარგლებს გარეთ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას ეს დაწყებული აქვს ხო რომ სწორედ ნატოა მტერი და ნატო გვიახლოვდება ჩვენ და არა პირიქით მაშინ როდესაც ნატომ ეხლა გააკეთა რეაგირება ძალიანაც კარგი შობს გვიანვიდრე არასდროს და ეხლა გააკეთა ის სოლიდური რეაგირება როდესაც მას პირველად უკვე შეჰყავს სახმელეთო თავისი ნაწილები თქვენი მსჯელობიდან გამომდინარე რჩება სერიოზული შანსი რომ ამ ლოგიკაში ამ სურვილებში ჩაჯდეს და პრაგმატული სარგებელი იპოვოს პროცესში ჩვენ ზუსტად ამას ვთქვით რომ ეს ინიციატივა რომელიც არაერთხელ იქნა გააჩქერებული მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან შავი ზღვის უსაფრთხოების თემები ეს არის ძალიან ესე ვთქვათ გაზიარებული საკმაოდ რთული იყო ამაზე საუბარი მე წუნეთ 2 წლის წინაც როცა ქონდა შეხედა არც კი ესე ვთქვათ აღიქვავდნენ რამ სერიოზულად რა თქმა უნდა ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორული ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც იყო ძალიან სერიოზული მხარდაჭერა რა თქმა უნდა ისინი თავის თავზე ფიქრობენ პირველ რიგში მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რა არის რა თქმა უნდა მეტი აქცენტი გაკეთდება რუსეთის მხრიდან უფრო ჩრდილოეთ მიმართულებაზე ისინი შეეცდებიან რომ გაყარონ რაც შეიძლება მეტად თავის ესე თავდაცვიანობა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რა არის ამაში ყველაფერში რუსეთს ახაც აქვს შესაძლებლობა ძალიან პირდაპირ აგრესია განახორციელოს მათ თუ შეუძლია სამ დღეში ერთ კვირაში 200,000 ჯარისკაცის მობილიზაცია ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან ნატოს მხოლოდ 5 ან 50,000 ჯარის მობილიზაცია შეუძლია მაგრამ რა თქმა უნდა ნატოს აქვს ტექნოლოგიური ესე ვთქვათ უპირატესობა ეს რუსეთმა ძალიან კარგად იცის მაგრამ ის რომ შიდა პოლიტიკური თემებია ძალიან რთული რუსეთში საგარეო პოლიტიკური თემები არის ის რომ რუსეთმა ძალიან კარგად იცის რომ მან დაარღვია ყველა ხელშეკრულება რაც ნატოს კი არა ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მათ შორის ჰელსინკის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი როცა რეალურად შენ არღვევს სხვა ქვეყნის ტერიტორიის და ცვლის საზღვრებს ამის გამო არის დაწესებული სანქციები ამის გამო სუსტად ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსა და ევროკავშირის შორის თანამშრომლობა დღეს ხელი მოეწერა ამ თანამშრომლობას იმიტომ რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი რომ სიტუაცია არ გავიდეს კონტროლში საქართველოსთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ამის ყველაფრის ნაწილი იყოს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მცირე ზომის ქვეყანა როგორც საქართველოა როგორც უმაღლეს დონეზე პრეზიდენტების ისევე მინისტრების პრემიერ-მინისტრების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით იყოს აქტიურად ჩართული. საქართველოს მოქალაქეების თემა ზუსტად ეს არის. რამდენად დაცულები ვართ, ჩვენ რამდენად ინტეგრირებული ვართ იმ სტრუქტურაში, რომელიც სწორედ იმ საფრთხეს, რომელსაც ჩვენ ვამბობთ არის რუსეთი, ევროპაც აღიარებს, რომ ეს არის მთავარი პირველი და ერთს დავამატებდი. ჩვენ არ უნდა დაგვევიზდეს ერთი რამ. ნატო სწორედ ამისთვის შეიქმნა. ნატო არ შექმნილა გუშინ. ნატოს თელი იდეა იყო, პატას ეს კარგად მოიხსენება, Americans in, Russians out, Germans down. ანუ ის რომ თემა მთავარი მნიშვნელოვანი იყო, რომ ამერიკელები იყვნენ ევროპაში უსაფრთხოების ნაწილი და რუსები არ იყვნენ ევროპაში, ესე ვთქვათ, დომინანტი იმისთვის, რომ არ შევიდნენ და არ დაარღვიონ საზღვრები, ძალიან მნიშვნელოვანი. აი აქ ერთი კომპონენტი ემატება, რა თქმა უნდა, გერმანიის გააქტიურება ნატოს ფარგლებში. ბრიტანეთის თემა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენად შეძლებს ამ ევროკავშირის ასე ვთქვათ ბრექსიტის შემდეგ ნატოზე კონცენტრირებას
საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი არ იქნება დამკვირვებელი. ზუსტად ეს არის მისია ჩვენი, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული მრავალმხრივ და უმხრივ ფორმატებში, რომ იყოს დიალოგის ნაწილი და მიიღოს რაც შეიძლება მეტი თავდაცვის უნარიანობის ამოღოს ეფექტური კონკრეტული მექანიზმი. შეგიძლიათ ჩვენ აუდიტორიას უთხრათ, ამ წუთში რა ხდება შავი ზღვის აკვატორიაში, სამხედრო თვალსაზრისით. აი რა ჩართულობა შეიძლება როლი იქნა შეიძლება საქართველოს მოძებნებელია. ბუნებრივია, ბევრ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, სანამ არ გახდება ცნობილი კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ამ დღეს ან ხვალ. მაგრამ მანამდე სულ ორი სიტყვით მინდა შევეხო საქართველოს გაწევრიანების თემას, რაც არის ყველაზე ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი თემა, ბუნებრივია. 2008 წელს თავის დროზე, როდესაც ის ჩანაწერი გაკეთდა ბუხარესტის სამიტზე, ხო, რომ საქართველოს მომავალში აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჩვენ გვესმოდეს ერთი რამ, უნდა გავიხსენოთ, რომ მაშინ საქართველოს საკმაოდ ახლოს იდგა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებასთან. საკმაოდ ახლოს, მაგრამ მაშინ გარკვეული წინააღმდეგობის გამო და ეს უპირველეს ყოვლისა ეხება გერმანიას და საფრანგეთს, მათი პოზიციების გამო საქართველოს ეს მაშინ ვერ მიიღო. რატომ საუბრობ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე, ეს საკმაოდ ფაქიზი თემა, ესე ვიტყოდი, ხო? დღეს ამ ბოლო წლების განმავლობაში ბუნებრივია გარკვეული ნაბიჯები წინ გადაიდგა. პროგრესი იმაში გამოიხატება, რომ ნატომ არაერთ შეხვედრაზე აღიარა, რომ საქართველოს გააჩნია ის ინსტრუმენტები, რომლებიც მიიყვანს ჩვენს ქვეყანას ნატოში გაწევრიანებას. ეს უდაოდ მისასალმებელია. თუმცა იმავდროულად უნდა ვთქვა, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ეს ინსტრუმენტი ნატოს ჯერ ასე ვთქვათ გვერდზე არ გადაუდია. შესაბამისად, როდესაც საუბარია საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ბუნებრივია ჩვენი სურვილია და სხვა შორის ეს გავაჟღერეთ სამოქალაქო საზოგადოებასაც წერილი გაუგზავნეთ ათეულობით ორგანიზაცია შეუერთდა ამას, როდესაც ჩვენ ნატოში წერილი გავაგზავნეთ, რომ ჩვენი სურვილია, რომ ჩვენ გქონდეს მკაფიო ნატოში გასაწევრიანებელი გზა, სწორედ ეს გვინდა ნატოსგან გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშეც. მაგრამ მაინც უნდა გვესმოდეს, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ნატოს ინსტრუმენტია, ეს გვერდზე არ არის გაუწევრი. აი, მეპი იგივეა, ხო, რა ამაზე საუბრობთ თქვენ ბატონი სესიაშვილის თქმით, ახლა აი ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდა, რომ ახლა აღარ არის, თქვათ, ინსტრუმენტი, ახლა არის პოლიტიკური ნების თემა მხოლოდ, როგორც ბუნებრივია, ეს არის ჩვენი სურვილი. ჩვენ ნატოში უკვე ძალიან ახლოს ვართ ნატოსთან და ეს აღარ მოიცავს კიდე მრავალ წელს, სადაც რაღაც კონკრეტიკა არის მეტი, ეს უკვე შესრულებული, ასე არ გვიხსნა. ბუნებრივია, ჩვენ ის ინსტრუმენტები გაგვაჩნია, რამაც უნდა მიგვიყვანოს ჩვენ ნატოში გაწევრიანება. თავის დროზე ითქვა, ხო? ხო, ეს უკვე პოლიტიკური რიტორიკის საგანია, ხო, ვინ როგორ შეფუთავს. თუმცა ფაქტია, რომ ეს ცოტა ადრე იყო. ხო, ნათქვამი, რაც მეპი იყო სხვებისთვის, ჩვენთვის რაღაც სხვა. ხო, და ბუნებრივია საქართველოს ეს ინსტრუმენტები გააჩნია, მაგრამ მაინც ჩვენ უნდა მივიღოთ ხედველობაში, მე სპეციალურად მოვიყვანე მაგალითები გერმანიისა და საფრანგეთისა. ამ მხრივ არაფერი არ შეცვლა სამწუხაროდ 2008 წლის მერე, იმიტომ რომ ისევ ეს ქვეყნები რჩებიან იმ სკეპტიკოს ეგრეთ წოდებულ ქვეყნებად, რომლებიც დღესაც ეწინააღმდეგებიან საქართველოს მყისიერ გაწევრიანებას ნატოში. ხო, ეხლა რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას, ჯერჯერობით გაჟღერებულია იდეები, საკმაოდ მნიშვნელოვანი, ეს იდეა ეკუთვნის რუმინეთს, როგორც შავი ზღვის და ნატოს წევრ ერთ-ერთ ქვეყანას. ამ იდეის თანახმად, მე ვერ გეტყვით, სანამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სანამ დეტალები არ გახდება ცნობილი, ამ იდეის თანახმად სურვილია, რომ ნატოს შავი ზღვის ფლოტი შეიქმნას, სადაც ბუნებრივია წამყვანი როლი მიენიჭებათ ნატოს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, მაგრამ თავისი სერიოზული როლი მიენიჭებათ ასევე საქართველოსა და უკრაინას. ნახოთ, რამდენად ეს აი სერიოზული უსაფრთხოების ხედვის და კონცეფციის სახეს მიიღებს, ეს არა მარტო შავ ზღვაზე და როგორც ფლოტის თემას არ ეხება, შავ ზღვაზე მთლიანი უსაფრთხოების თემატიკას ეხება. ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება, როგორი კონსოლიდირებული გეგმა იქნება თავისი პრაქტიკული ნაბიჯებით. ჩვენ რეგლამის დრო გვაქვს დაგვიდებით, რამდენიმე წუთში ჩვენ კიდევ გვაქვს დრო და რამდენიმე თემა, რომელსაც მინდა რომ შევეხოთ დროებით.